დღეიდან მომდევნო 30 დღის განმავლობაში მე ჩავალ ყინულიან აბაზანაში ყოველ დღე და ამას დამატებული მე დავდგები ლურსნებიან დაფაზე. ესე დავდგები. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ვიდეოს ბოლოს მე გავივლი ცეცხლზე. მაგრამ ჩემი ჩელენჯი აქ არ სრულდება. 50 დღის შემდეგ ჩემი მიზანი იქნება რომ გავჩერდე ყინულიან აბაზანაში 30 წუთი და გავძლო ლურსნებზე 1 საათის განმავლობაში. ამ არხის გენერალური სპონსორი კი გახავთ ამბასადორბეთის, რომელიც მაძლევს საშუალებას რომ გავაკეთო ესეთი სიგიჟეები. და ეს მხოლოდ დასაწყისია 20-26 ეხა დაიწყო. ეს არის დღე პირველი. ჩავდივარ ყინულიან აბაზანაში და დღეს ძალიან ცივია. ეს არის დღე პირველი, როდესაც უნდა დავდგე ლურსნებზე და არ დღეს რადგან არის პირველი დღე, ჩავდივარ 1 წუთით. ჩემი ლამაზი ფეხები, მე მოგეფერები. ძალიან ცივია, ანუ ესე რომ იყო 1 წუთი, აი 1 წუთი გავშედები თქვენი ხარით. რა ლამაზი დღეა! და შენი და კაუციტელდინე მაიმუნის პროჭივით მაქვს ახ. უიმე 7 გრადუსია მეგობრებო. რა 1 საათიც მეგობრებო, ეხა კი უნდა ვისუდგო. მაგრამ თქვენ გელაპარაკებით და ვერ სუდგავსო 1 წუთი გავიდა. ოდიში მეზობლებო. ოდიში ძალიან ცივი წყალი ხო არ გინდა ცადოთ. ანა შენ ხვალ მოვარ. არ ვიცი მეტყობა თუ არა. აი ეს 1 საათი ჩემი. მეგობრებო ეს არ არის კაი. არ მომეწონა. არ მომეწონა შემდეგი დღეების, რადგან ეს ჩემი სხეულისთვის ძალიან არაკომფორტული აღმოჩნდა. რამდენი გრადუსი? არა მარტო სხეულისთვის, მენტალურადაც ამ გამოწვევის პირველი დღეები ძალიან რთული იყო. მართლა მცირე ბიჭო. ეს უნდა განახოთ მეგობრებო, აი ესე გამოიხურება. აი ესე გამოიხურება ყინული. ყინულის აბაზანის თერაპია საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი კი ვიმ ჰოფია, რომელსაც ხშირად აისმენს ეძახიან. I am the Iceman! მან დაამყარა არაერთი მსოფლიო რეკორდი. From spending nearly 2 hours submerged in ice water without his core body temperature changing, to climbing past the death zone of Mount Everest barefoot, wearing nothing but shorts. ვიმ ჰოფმა მეცნიერული კვლევები დაამტკიცა, რომ მისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ყველა ადამიანს შეუძლია გასცდეს იმ შესაძლებლობების ზღვარს, რომელსაც თავიანთი გონება უწესებს. Thank you. How is it possible for a human being to be exposed in an ice bath for 1 hour and 44 minutes? Wim Hof is changing scientists' understanding of how the body works. და იმის მიუხედავად, რომ ბევრს ეს მხოლოდ ტრენდის ნაწილი გონია, how important is the plunge pool, or is that just a trend? Is that Zumba for today? No, it's real. It has, without a doubt, it has great physiological and mental benefits. I do it every day. Wow. It sucks. რეალურად ყინულიან აბაზანას აქვს ძალიან ბევრი ბენეფიტი, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური. მე კი ეს ყველაფერი პირველად ჯერ კიდევ 2022-ში დავტესტე. რის შედეგადაც ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი თავი 30 დღით დამეჩელენჯებინა. ამ მხრივ ასევე ძალიან საინტერესო რამაა ლურსნებიანი დაფა. ფეხზე ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებები, არ ესტარტებს მთელ ორგანიზმს საერთოდ, შეთვალე რომ აპდეიტს უკეთებ, თავიდან იწყებს ცხოვრებას ყველა დადგომის შემდეგ. რა ამას შეიძლება 5 წუთში ვერ მიხვდე, მაგრამ გადის რაღაც ძრო და თავისით მოდის რაღაცეები, აი ცხოვრებისეული ეტაპები იცვლება რა. და ესე გრძელდებოდა დღეები. და ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა. დღეს არის მეგობრებო მე-4 დღე და უკვე შეამჩნევთ
სტუდია რა ლამაზია. ანუ ვითარდებით რა. დღეს არის უკვე მეხუთე დღე. ვაჰ, თოვლი მოსულა. ვიღაცებმა მირჩიეს რომ ისუნთქეო. თუმცა კარგ დღეებს მოყვებოდა ცივი და სუსხიანი დღეებიც. ეს არის უკვე დღე მე-6 და თოვლი მოსულა მეგობრებო. აი, მაგარია თოვლი. ვისაც გინდათ მეგობრებო, აი ესეთი ყინულიანი აბაზანის დათრევა. იცი რა ხოძე მოყავ იმენა. კაცი კაცია. შეგიძლიათ ჩემს სტარტაპზე შეიძინოთ, რომელიც არის dropper.g. ერთადერთი აზრი რაც მიტრიალებს, როგორ უნდა გავჩენდე 1 საათი. და სწორედ იმიტომ რომ ამ ჩელენჯების შესრულება ძალიან რთულია, ამისათვის სხვადასხვა ეტაპები უნდა გადავლახო. სანამ ყინულიან აბაზანაში 30 წუთი გავჩერდები, ჯერ 10 წუთი უნდა გავძლო. შემდეგ კი გადავცურო გაყინული ტბა. ხოლო ლურსნებზე 1 საათი გასაჩერებლად ჯერ 15 წუთი უნდა დავტესტო. ცეცხლზე გავლას კი მომზადების გარეშე ვაპირებ. თუმცა ცოტათი უფრო სახალისო რომ გამეხადა ეს ყველაფერი, გადავწყვიტე ჩემი მეგობრები გამომეწვია ამ ჩელენჯში, რომ მათაც გამოეცადათ ის, რაც გრძნობდი ყოველდღიურად. პატარა სადეჯე? აი 30 წუთი რა გავჩერდა. რა 30 წუთი უნდა გაჩერდე? ასე ვარი? You know what? აი ეხა უთხარი. 1 წუთი თუ გაჩერდე 100 ყოველ წუთი 100 ვარი. ორივეზე ერთად უნდა. აი დროზე დაიწყე თქვა. აი, ვიდი. ჩავრთ. ნახე რას? და აბრასილარი გამოიცალა ხელიდან. თუმცა აჩის ცოტათი განსხვავებული პირობები შევთავაზე. რამდენი ხანიც გაკაჩავ? თუ არს გაკაჩავდა. დამეყრდენი გეუნები. მიდი. ლაპისდეცინო. ბიჭო, გამეხვრი. შეიძლება ჩამოვიდე? როგორია? საცუდია. ანუ ხო კარგად. ბიჭო, რა წარეა, ო. ხო კაია. 1 საათი. ხო არ გინდა. 1 საათი ამაზე ალბათ უნდა მომისაჯო რომ გავჩერდე რა. ამას მე ჩემი ესე კუბოში გავჩერდე 3 ღამე. მართლა 1 საათი. უჭი აღდგედა. და ალბათ გაგიჩნდება კითხვა თუ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. საქმე ისაა რომ ეს ჩელენჯი რეალურად ერთი პატარა ნაწილია იმ უდიდესი გამოწვევის, რომლისთვისაც პირველი იანვრიდან ვემზადები. ეს Iron Man. You never know who you might inspire. You are an Iron Man. და რა არის Iron Man-ი? Iron Man-ი ეს არის ფიზიკურად ყველაზე რთული ჩელენჯი, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია. ამისთვის ხალხი წლები ემზადება, თუმცა მე მხოლოდ 6 თვე მექნება. Iron Man-ის მარათონზე მე მომიწევს 3 სხვადასხვა აქტივობის შესრულება. ესენია 4 კილომეტრის გაცურვა, ველოსიპედით 180 კილომეტრის გავლა და 52 კილომეტრის გარბენა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი გაუჩერებლად ერთმანეთის მიყოლებით უნდა შევასრულო, რაც დაახლოებით ჩემთვის როგორც მინიმუმ 15 საათიან უწყვეტ მოძრაობას გულისხმობს. რადგან ჩემი მიზანია რომ Iron Man-ი გავხდე, გადავწყვიტე ყინულიანი აბაზანის პირველი ეტაპი გადავლახო თოვლში გოტასთან ერთად, რომელსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება. ვახ, მაგრაციო, ბიჭო. აქ იყო ჩემი ყინულებიანი აბაზანა, რომელიც ლეგენდის თანახმად ეხლა საქარი. ბოლოში, ვაა, თავლი დატოვა მე ხარ. ოხ, აქ რაღაცაში ჩავდგით. არაფერშტო, დავით. ბიჭო, მაგრამ აუ, შანსი არ არის. ეხა ანუ აქ 10 წუთი ვეღარ გავჩერ ანუ. ო, ვაფშე აზრაოში წყალი არის. აუ, რა არის ეს, ნახე. ბოლომდე ნახე, რაღაცა მასაა, ნახე. ხადაო. მგონი რომ ჩავართ უფრო ვისიამოვნებ, იცი? ვაფშე არ ვისიამოვნებ. და როგორც მოსალოდნელი იყო.
10 წუთი ამ ყინულიან თოვლიან წყალში ვერ გავძელი. მე საღოძე ვარ. 2 წუთი გავიდა, ეგ არის ძმო. რა 10 bro. 10 ანუ 10 მეგო მოდიში რა. ანუ სხვა დროს ვიზავ 10. აუ ბიჭო ვიყინები რა. ვაიმე ბიჭო ფეხები მეწვის. ან ცვეჩი მეწვის. ყინულიანი აბაზანის პირველი ეტაპი ვერ გადავლახე და პარალელურად ლურსნებიან დაფაზეც ამ მქონდა კარგი შედეგი. ყოველ დღე მაგაზე ვარ, მაგას ვამბობ, 1 საათი. რაც უნდა შევცვალოთ, რაც უნდა შეიცვალოს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პირველი ეტაპები წარუმატებლად გავიარე. მაგრამ ეს ყველაფერი არ მაშინებს. რადგან ვიცი, რომ ამ რთულ გზაზე ჩემს გვერდით არის TBC ბანკი, რომელიც არის ჩემი არხის მხარდამჭერი და ერთი რამ სულ მახსოვს. თავარია, გჯეროდეთ მეგობრებო. ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს გვერდით დგას TBC ბანკი. მაგათაც შეიძლება რომ ველაპარაკი. გჯერა გიგი შენიო. ხანდახან მე ეჭვი მეპარება. მაგრამ არა უშავს. ზოგჯერ ამ ჩელენჯის პარალელურად მიწევდა მოგზაურობა, სადაც მაინც ვახერხებდი ყინულიან აბაზანაში ჩასვლას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ტვირთავდი Mobinex-ის უსწრაფესი ინტერნეტის გამოყენებით. და რადგან ჩემი ჩელენჯის პირველი ნაწილი ჯერ კიდევ არ მქონდა შესრულებული, ამიტომაც ვესწრუე ძალიან საინტერესო ადამიანს. მეგობრებო, რადგან გოტასთან ვერ გავძელი 10 წუთი, ეხლა მოვედი. სტუმარი ყავს ჩანადის კარში. ბაზალეთის ტვაზე მოვედი, იმიტომ რომ מחר ეს მასპინძლობს ხალხს ზამთრობით და კი ბატონო, გელოდებით. რამდენი შეიძლება ეს 15 წელი? ნუ, ხო, რა, როგორც მოვილაპარაკეთ. ჩასვლიანად. ყინულიან ჩატეხვიანად. მან უკვე ჩამტრეულია. აი აქ, ხო? ვიღაცები ხო არიან საქართველოსთვის ქვა შევჭამ. მე აი ამ ხელა ქვა შევჭამ. არ წავიქცე ხმე თუ გთხოვ, ეხლა არ წავიქცე და სხვა დროს როცა კი. აი. შეიძლება არ დავიკიდო რა ეგეც. აი მზე ნიშანი მოგცა. წავედი. 1 2 3 აი მე ხერხო. ხრასწორებს აი სუმიდო ხელი ჩამეხო სუმიდო და ბიჭებთან ერთად ჯაკუში ისწავლა არა ძმებო მე დაქტოვებ სატახაში ძალიან ცივა ძმაო მე ძალიან ასწორებს რამდენზე არის აი ახლა 1 წუთი გავიდა მართლა 10 წუთი ფიქრობ ბიჭო რა მე მგონი this is the time მართლა იზა როგორ ახლა არ ვიცი მე ცოტა ხანი ტუჩები დამიგუშდა 5 წუთი მეგობრებო ანუ 2 წუთი სერე ჯანმრთელობა აღარა უკვე რამდენი გავიდა დაიცა 5 წუთი გავიდა ეხლა თავი მე აი მაშინ ი არა ყვალყა რამზი არის მე 7-ზე ავდიო სო კაცვად ქოშ ჩარჩე ვაუ აი ბიჭო თქვენ ახალ კაცები თქვენ ახალ ნახევარი საათი ამის ვერ ხორგინეთ ბანები ვაფშე ცივში ჩამსვლელი ოსიოს და შინამდე აგარა ვაუ ბიჭო ძალიან ცუდათაო მე 20 წუთი ვაპირებ თქვენ ასაპირებ მებსია და ვეღარ ძვსა ვერ მოვფსავ რას რითი უნდა მოვფსავ გავატო სიმრულად ჯერა 3 2 1 სახოცმა ღმერთო მიშო აუ ეს გამომართვითო ბიჭო თითები ძალიან ტკივილი გონია რომ კარგავ თითებს ხო და არ უნდა ჩაყო თითები ბიჭო აბა რა მექნა შეჭი და პირველი დავალების წარმატების შესრულების შემდეგ დრო მოვიდა ლურსნებიანი დაფის რისთვისაც მივედი ამ საქმის პროფესიონალთან რადგან მარტო არაფერი გამომდიოდა კიდე როგორი მომენტია იცი მე ვეუბნები ყველას რომ დადგები თუ არა არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაციას რა ინფორმაციას მოგაწვის ტვინი კივნეულია აქ რა მომიყვანა ვაფშე რა მინდოდა აი როგორ არის იცი აი ესე თუ დგახარ ისის გებზის რა ნუ უბრალოდ დანებებაშია მთელი მუღამი აი ცხოვრების დანება ცხოვრებას რომ მიენდობი
ხლები ვარს პრობლემა თავიდანვე არ ყოფილა, რა უბრალოდ ტვინინგი ჩაიჭებს ყველაფერს მანდაც. და ზუსტად ისე მოვიკეცი, როგორც ვახომ დამარიგა. და შედეგიც ძალიან კარგი მქონდა. პირველი რამდენიმე წუთი ძალიან გამიჭირდა. თუმცა შემდეგ მოვახერხე ყურადღების გადატანა და შევასრულე 15 წუთი. ვა! დაიწყოს. ზანა. ამ დავალებების პირველი ეტაპი გადავლახე. თუმცა მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ იყო. ზოგჯერ იყო დღეები, როდესაც ძალიან მიჭირდა ამ ჩელენჯის შესრულება. თუმცა თავს ვაძალებდი, რადგან დანებებას არც განვიხილავდი. აი დაახლოებით რომ აგიხსნათ ახლა სიტუაცია, არის საღამოს 9 საათი. მივიდივარ სახლში და ყინულიან ავაზანაში უნდა ჩავიდე. და ძალიან ცივა, გარეთ არის -2 გრადუსი. თუმცა დასარების მიუხედავად დღეს არის 21 დღე და ჩავდივარ ყინულიან ავაზანაში სანამ ეს არის დღე 22 და ჩავდივარ ყინულიან ავაზანაში სანამ დღეს არის დღე 23 ეგოვრებო მომილოცეთ ქუდი ვიყიდე ესე გადიოდა დღეები თუმცა ერთ დღესაც მივიღე ძალიან არასასიამოვნო ინფორმაცია მეგობრებო სამწუხაროდ ინდუეთის ვიზაზე დამარეჯგდეს ორჯერ გავგზავნე. ორივეჯერ დამარეჯგდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლზე ვერ გავივლი. ანუ მე კი უთხარი, რომ თიბის დაზღვევა მაქვს თქო და საუკეთესო დაზღვევაა თქო, რაც არსებობს სამგზავროებში თქო და ეგ არაფერ შუაში არ არისო, ესე მითხრეს. მე მაინც უთხარი, რომ იცოდეთ თქო. თქვენც რომ დაგჭირდეთ თქო. არა ხო, მართლა დამარეჯგდეს და ცეცხლზე ვერ გავივლი ამ ეტაპზე. მაგრამ გამოსავალს მე მაინც ვიპოვე. ამ ვიდეოში თუ არა, შემდეგ ვიდეოში ან იმის, ინდუეთი რო დაგარეჯგდებს, წავალ, ცივ წყალს დავლევ. ან გადავცურავ. და დრო მოვიდეთ ჩემი მეორე დავალება შემასრულებინა, რომელიც იყო ბაზალეთის ტყის გადაცურვა. მეგობრებო, ეხა მოვედი ისევ ბაზალეთზე, მაგრამ ამჯერად მე კაცივით მოვიქცევი და გადავცურავ ბაზალეთს პატარას 10 მეტრს. არა და მეტი არის ბიჭო, შეიძლება მეტი იყოს. კაცი მგონია თავი და ვარ კაცმაცუნა. მაგრამ კაცმაცუნები იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. ბედკრულო საქართველო. ვაიმე ხმები მესმით. ფეხები გამეყინა ბიჭო. აუ ეს ძალიან ცუდი იდეა იყო. და დრო მოვიდა ბაზალეთის ტბა გადამეცურა. თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. ავედი მე საცურაოდ. გაკოცე. ეს თავდაჯერებულად. მეგობრებო, თავარია ჯეროდე და ყველაფერი გამოვა. აქედან უნდა გადავცილო. თუმცა აქ იყო ერთი პატარა პრობლემა, რაც ვერ გავთვალე. ვერადა ვერ ვახერხებდი წყლიდან ამოსვლას. მარტი ხელი ყინულია. Let's go! ცოტა ეს დავნარული ალბათ გავიჭერი რაღაც ადგილები, მაგრამ იდის მორიდის
წყალი აღარ გამაგონთ. იდეალურ სამყაროში კი ესე იქნებოდა. თუმცა მე ჯერ კიდევ ორი მთავარი აქტივობა შესასრულებელი მაქვს. ეს ასევე დავაანონსე ჩემ Instagram community-ში. საიდანაც რამდენიმე წერმა გადაწყვიტა ჩემთან ერთად ყოფილიყო ამ რთულ გზაზე. და როგორც იქნა დადგა და დღეს არის გთხოვ თავიდან. რატო? მიდი დაიწყე, მიდი. და როგორც იქნა დადგა 30-ე დღე თუ დღე 30. 30-ე დღე. და როგორც იქნა დადგა 30-ე დღე და დღეს უნდა გავჩერდე ყინულიან აბაზარში 30 წუთი და ლურსდებიან დაბაზე 1 საათი. აქ ყობები დამეხმარებიან, რომ ასე ვთქვათ, დამასუპორტებენ და ჩემთან ერთად დაექსპერიენსებენ. ხო? დაექსპერიენსებენ. სადა ვარ? ანუ აი ესე რომ ვიდგინე ხე ერთად ხო გავიყიდებთ. ვაიმე! ხა კაია! მიდი. ერთი, ორი და წამო. სამი დავარ. აი, არა უშოს, არა. ახლა ჩავიდე ტრია. ვაიმე! სუდადო! ან მე იმას ენერგიულ ნახევარი საათი უნდა ვიყო თორე. ნახევარი საათი მღადაო ჩემი. რა 5 წუთი ესე. ხო არ ღადაო. 1 საათი. ძალიან მტკივნეულია. ძალიან მტკივნეულია. ვიდეცია 5 წუთი ცედა უკვე ბევრია ჩემთვის. არა. ისუნთქე. როგორ კაია, მე კარგი. არ ვიცი. ისუნთქე, ანუ არ მოკვდები ეგ გაგაკ. მე როგორი კონფიდენს ლაპარაკობ. დამატე. მიდი. ვაჰ, რაცი ვიყინულები დაამატე გოგო, გააჩვით ხო არ გითხარი? სუდადო. და შენ აი ხა 15 წამის თუ გაკაჩავ სანდოვის ვაფს გადმოგცე. ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ხელძარიელი არ გაგიშებ. სანდოვის ვაფი არის ყველაზე გემრიელი ვაფი. 1 2 3. აი ბიჭო, გადმოყარა ყინული. დაბრუნე ძმაო. ახლა რაღაც გამარჯობა, რაღაცა ნახვა. ძალიან ისეთ შეგრძნება. როგორი? შიგნით დახსოვს. ეხა ვინმე არ დამიწეროთ კომენტარებში, ხელები არ გქონდა, ჩაყობილი არ ითვლებოდა, აი ჩამოგიყოთ თავით ჩამოგათ. შენ უკვე, სანდოვის ვაფლი თქვენ წაიღეთ. ძალიან დიდი ბატონო. არა, ოჯახში მრავალს დაესწრეთ ბედნიერება. შენ უკვე გადმოგიეცა, იმიტომ რომ 2 წუთზე მეტი გაძელი, ანუ რამდენი გავგიდა? 10 მარტო? რამდენი 12 წუთი. აი ხა მე ქუსლებზე გადავიდეთ კივილი რა. რატომ მეგონა რომ დიდხანს შევძლებდი გაჩერდა. თავიდან. და შემდეგი ჩემი და გავამხრეოთ მეგობრებო. ჩელენ ვუმენი YouTube სიწყეს ვარი სალონ დე როუდი ექნება. და შეგახსენეთ მეგობრებო, რომ აი ესეთ სიგიჟეებში ჩემს გონით არის ამბასადორბეთი, რომელიც არის ჩემი გენერალური სპონსორი და რომელიც მოკლედ მას სუპორტებს, რომ ესეთი გიჟობები გავაკეთო. ის რო არა, მე დღეს საწოლში თბილას ვიწევოდი. და მშვენზე არ იქნებოდა. და აქ არ იქნებოდა. ხო, თბილას ვიქნებოდი სახში რა. სულ ხო უნდა ჩამიფიქრებინა. გამოიწეთ მეგობრებო. გიგი გამოვყვეს ფსიქოლოგთან. ესეთი სურვილი მაქვს, რომ ესეთ რაღაცები აღარ გავაკეთოთ. და ამ დროს მოვიდა კურიერი, რომელიც გადაწყვიტეთ, რომ ასევე დაგვეყენებინა ლურსნებიან დაფაზე. ვერ დავაყენებთ. უცხოელია. სალო, კითხე რა ერთი. If you stay 1 minute 50 lari. First, what's your name? Batmesh. Batmay? Batmesh, India. India. Okay, when you stay, be careful. Yeah, okay. Give me hand. Okay. Feel good? Yeah. Easy, bro. Easy. Have you tried? No, but I used to trek, so. Used to? Trek. Go. Barefoot? Like in India, we used to go like with the slipper itself. Slippers? Yeah. Like you were running with the slippers? No. We used to trek mountains. Uh-huh. So, I was kind of used to rough play. With this kind of thing? Yeah. Thank you. Okay, good job, good job. ანუ ეხავსო ვეღარაფერს ვეღარ გძნო. ბიჭო, ვაფშე მაფია თუ აღარ მახსოვს. დება აქამდე? აქამდე ნება. რამდენი ხანი გქონდა? და რაც დრო გადიოდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო რთულდებოდა ეს ჩელენჯი.
აი წუსარჩა. აუბრანულა გადისტრო. აუ ოფლიმას ხარ. ძალიან მტკივნეულია ხო არ ხადა. საშინელება ხო არის? რა ისინი შედადგნენ რომ და 1 საათი. არა ზმა, всё. აი მე მეწყი. რა მაგერად. ეს вообще სხვა. სხვა გზნობა ყოფილი რა? ხო? არა, დინარეში და რაღაცა მოძრაობ რა. ხო და აქ ხარ და აქ იმენა ერთ ადგილზე რო ხარ და თან იმენა გაჩერებული ხარ და ხელისას ვერ ამოძრავებ. მაგარი ბიზნესია. რა მეიდაჩა? აუ ერთ ვიტყვი რა 22 წუთი ხო არის? ყველაფერი არის მენტალური რა, ყველაფერი. ბევრმა რაღაცა მითხრა, ის ვერ გავაკეთებ, ამას ვერ გააკეთებ. რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ბიჭო. შეიძლება ამის მერე ვაფშე ვეღარ გამოძრავდე, პარალიზებული ვიყო. მაგრამ 22 წუთია. 3 2 საღოთო რა ცუდია არ ვიცი მეტყობა ეს გამოწვევა არასდროს ყოფილა ყინულიან აბაზანაზე ან ლურსნებზე ეს იყო ბრძოლა საკუთარ თავთან საკუთარ გონებასთან რადგან საზღვრები ხშირად მხოლოდ ილუზია ცვლილებები ყოველთვის მაშინ იწყება როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდიხარ ამიტომ თუ რაღაც მართლა გულით გინდა დროა იმოქმედო რადგან მხოლოდ მოქმედება გაძლევს შედეგს